ფებრუარის 11-ზე ამ წუთებში განცხადებას აკეთებს პარლამენტის თავმჯდომარე და ქართული ოცნების პოლიტიკური მდივანი პირდაპირ ეთერში ვრთავთ პარლამენტს. რომლებიც ეროვნული მნიშვნელობის საკითხებს ეხება და სხვა სახელმწიფოების სასარგებლოდ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის ძირის გამოთხრას ემსახურება. საზოგადოებამ მორიგი ასეთი განცხადება გუშინ რადიკალური ოპოზიციური ალიანსისგან მოისმინა. ჩვენ ვნახეთ, როგორ საუბრობდნენ გიგი წერეთელი, გიგა ბოკერია და ზურაბ ჯაფარიძე ამერიკის შეერთებული შტატების გაზრდილ ინტერესზე ჩვენს რეგიონში და როგორც ცდილობდნენ მოსახლეობის დარწმუნებას იმაში, თითქოს საქართველოს ამოცანა უნდა იყოს არა საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვა, არამედ სხვა ქვეყნის, ამ შემთხვევაში ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების მომსახურება. ამით მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ საქართველოს ხელისუფლება და ქართველი ხალხი აბსოლუტურად მართალია, როდესაც მათ სახელმწიფო ინტერესების ღალატ შეადანაშაულებს და უცხოური გავლენის აგენტებად მოიხსენიებს. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ საქართველო დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომლის მომავლის განსაზღვრის უფლება მხოლოდ ქართველ ხალხს ეკუთვნის. ჩვენი ქვეყნის განვითარების გზა, ხელისუფლების არჩევანი და სტრატეგიული გადაწყვეტილებები დემოკრატიული პროცესების შედეგად ყალიბდება. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ვერც პოლიტიკური სპეკულაციით და ვერც გარე ზეწოლით. სამწუხაროდ სულ უფრო ხშირად ვხედავთ მცდელობას, რომ ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური კონკურენცია გასცეს დემოკრატიული ბრძოლის ჩარჩოებს და გადაიქცეს საქართველოს საერთაშორისო იმიჯისა და სახელმწიფოებრივი ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ კამპანიად. სწორედ ამაზე მეტყველებს ის, რომ ნაციონალ მოძრაობის იდეოლოგიაზე დაფუძნებული რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საკუთარი პარტიული მიზნების მისაღწევად ავრცელებენ გზავნილებს, რომლებიც არა ჩვენი ხალხის და ქვეყნის, არამედ გარე პოლიტიკურ დღისწესის ემსახურება. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტენდენცია, რომ საქართველოს წარმოაჩინონ როგორც რუსეთისა და ირანის მოკავშირე თუ დასაყრდენი სახელმწიფო რეგიონში, რაც ყოველგვარ რეალობას არის აცდენილი. რუსეთს საქართველოს ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს რუსეთთან გაწყვეტილი აქვს დიპლომატიური ურთიერთობები, რაც უკვე თავისთავად მეტყველებს იმაზე, თუ რა სახის ურთიერთობა არსებობს საქართველოსა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ირანს, რომელიც ჩვენი რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა. საქართველოს და ირანს შორის ურთიერთობა ვერც პოლიტიკურად და ვერც ეკონომიკურად ახლოცაც ვერ მივა იმ ურთიერთობის დონესთან, რომელიც რეგიონის სხვა სახელმწიფოებს მასთან გააჩნიათ. შესაბამისად, ამგვარი ნარატივების გავრცელება მხოლოდ საქართველოზე ცრუ წარმოდგენების შექმნას და მისი საერთაშორისო რეპუტაციის დაზიანებას ისახავს მიზნად. ასეთივე კონტექსტში მიმდინარეობს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული დინამიური და შედეგიანი სტრატეგიული თანამშრომლობის დისკრედიტაციის მცდელობა. მაშინ, როდესაც სახელმწიფოს ნებისმიერი პარტნიორობა უნდა შეფასდეს მხოლოდ ერთი კრიტერიუმით, თუ რამდენად ემსახურება ის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ადგილობრივი პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში უცხო ძალების ინტერესების გამტარებლად გვევლინებიან. უცხო ძალების რაობას და წარმომავლობას მნიშვნელობა არ აქვს. ერები იმიტომ შეიკრნენ სახელმწიფოებად, რომ საკუთარი ინტერესები სხვათა ინტერესებისგან განესხვავებინათ. დაუშვებელია, რომ ვინმე, თუნდაც მეგობარი ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესების სახელით საქართველოს ინტერესების დაზიანება სცადოს. სამწუხაროდ სწორედ ამგვარ ქმედებებს ხედავთ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რომელთა განცხადებებიდან ხშირად იკვეთება, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები მეორეხარისხოვანია იმ გარეძალების პოლიტიკური პრიორიტეტების მიმართ, რომელთა დაცვასაც ისინი ცდილობენ. ეს აქტორები უკვე დაუფარავად მიანიშნებენ, რომ თითქოს საქართველოს არსებობს მხოლოდ იმისთვის, რომ სხვა სახელმწიფოების გეგმებს მოერგოს, თუნდაც საქართველოს და ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო. ცხადია, ამ პოლიტიკურ ძალებს კარგად მოიხსენებათ, რომ საქართველოსა და რუსეთის, საქართველოსა და ირანის კავშირებზე საუბარი არასერიოზულია. ამიტომ გასაგები ხდება, რომ მათი მთავარი ამოცანა საქართველოს ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაზიანება იმ ძალების სასარგებლოდ, რომელთა პოლიტიკური დღისწესრიგიც დაცვასაც მათი აქტივობები ემსახურება. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით მოუწოდებს საზოგადოებას კრიტიკულად შეაფასოს ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო განწყობების შექმნას ემსახურება. ქვეყნებს შორის ჯანსაღი პარტნიორობა ეფუძნება არა ერთი ქვეყნის მხრიდან მეორის ინტერესების მომსახურებას, არამედ ქვეყნებს შორის ეროვნული ინტერესების თანხვედრის ძიებას. სწორედ ეს არის სუვერენიტეტის არსი. ისტორია გვასწავლის, რომ ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე შედეგები დგება მაშინ,
როდესაც შიდა პოლიტიკური დაპირისპირება სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა დგება. გასული საუკუნის გამოცდილება სწორედ იმის შესახებაა, თუ რამდენად სახიფათოა ეროვნული ერთიანობის შესუსტება და უცხო ძალების დღის წესრიგისთვის ქვეყნის შიდა პროცესებზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობის მიცემა. მადლობა. არაერთხელ გითქვამთ, რომ ძირითადად ოპოზიცია ახლა ასრულებს გარე დავალებებს. უბრალოდ ყოველთვის ეს ხშირად საქმეც იმაში არის, რომ გარე ძალებისთვის ეს ქვეყნის ტრობა არ არის. ეს არის მათი ეროვნული სახელმწიფოებრივი ინტერესების გატარება საქართველოს ხარჯზე. მათ ეს ასე ვთქვათ, ემოციური ბმა საქართველოსთან არ აქვთ. ამიტომ ის რომ საქართველოს თუ რაიმეში დაზიანდება და ეს იქნება სასარგებლო სხვა ქვეყნისთვის, ძალისთვის თუ რომელიმე ჯგუფისთვის, ამის მიმართ მათ რაიმე ბრძნობელობა არ აქვთ. საქმე იმაში არის, როდესაც ხარ ამ ქვეყნის მოქალაქე და თავს აყენებინებ როგორც იარაღს საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ, ოღონდ სხვათა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ ეკონომიკური ინტერესები განხორციელდეს, სწორედ ეს არის ქვეყნის ღალატი და ამას სჭირდება მხილება. რაც შეეხება სხვა გარე ძალებს, კიდევ ერთხელ ჩვენ ხედავთ თუ რამდენად დაძაბულ სამყაროში ცხოვრობთ, ფაქტობრივად შეშლილია სამყარო, შეგვიძლია ვთქვათ. წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი ჩამოშლილია, მოქმედებს ძალის პრინციპი, ყველა უყურებს საკუთარ ინტერესებს, არაფერ დაგიდებს სხვის ინტერესებს, განსაკუთრებით პატარა ერების ინტერესებს, რომლებიც აკლემების ბრძოლაში კოზაკივით იჭყლიტებიან ხოლმე. ამიტომ არის რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ფრთხილად და ეს მიდგომა, რაც აქვს რადიკალურ ოპოზიციას, რომ ოღონდ ვინმემ გაუღიმოს გარედან, წითელი ხალიჩა დაუგოს, ტაში დაუკრას, ჩაიხუტოს, ფული მისცეს და მზად არიან რომ საქართველოს ინტერესები ლანგრით მიართვან, აი ეს არის სწორედ რაც არის ქვეყნის ინტერესების ღალატი. ჩვენი დამოკიდებულება აბსოლუტურად სხვანაირია. ჩვენი დამოკიდებულება ეფუძნება ჭეშმარიტ პარტნიორობას, რომელიც გულისხმობს, რომ ორ ქვეყანას შორის არის არა დაქვემდებარება და ერთი მეორეს კი არ მეორეს პოლიტიკურ თუ სხვა სახის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ ორივე ქვეყანა საკუთარ ეროვნულ ინტერესების თანხვედრაში მოყვანას ცდილობს. და ვიცით რომ ახალ და უფრო მნიშვნელოვან ეტაპზე გადადის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა. რეალურად რა შედეგია ეს საქართველოსთვის და რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ქვეყნისთვის უმსხვილეს ჩინეთთან თანამშრომლობას? ჩვენ ნახეთ რომ სულ რამდენიმე წელში საქართველოს-ჩინეთის ურთიერთობა იმდენად დინამიური არის რომ მნიშვნელოვან შედეგებს მივახდინეთ სულ რამდენიმე წელში. ეს არის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ეს არის უვიზო მიმოსვლა მსოფლიოს მეორე ეკონომიკასთან, ასე რომ ამ ყველაფერს თავისი შედეგი მოაქვს, როგორც ეკონომიკური სახით, ისე რა თქმა უნდა ქვეყნის ზოგადად განვითარებისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მხრივ, როდესაც ქვეყანას აქვს ურთიერთობები სხვადასხვა ქვეყნებთან, ამ შემთხვევაში ჩინეთთან. ასე რომ რა თქმა უნდა ხელშესახებია ის შედეგები, რომელიც ამ პარტნიორობას მოაქვს. თამაშობრივი საერთოდ ამბობს რომ არიანიშმეცი უმოძრაობა აღარ არის იქაბარები არ გამოცხადოს იქაბერების თანამშრომლობის გაწყვეტას მიუხედავად კოალიციაში არის აი როგორ უყურებთ მას მე ამის ვთქვი რომ ისემ უკნიათ დაუჭამიათ ერთმანეთს და აი დაიწყეს კიდევაც შესრულება იმ და ერთმანეთის დაჭმა ასე რომ უყუროთ სხვა ეს ამითი მაინც პატარა სიამოვნება მივიღოთ რასაც ვაყურეთ რასაც ისინი უკეთებდნენ საკუთარ ქვეყანას, ახლა ერთმანეთის მიმართ ზუსტად იგივე საკეთებენ, ასე რომ დავაკვირდეთ და დავტყვეთ. მოძრაობა, მაგრამ სხვებისთვის უკვე წასულია. ასე ოფიციალურად არც რიცხავენ, არც მიდის გულში თქვეს, რომ ლოგოსაც ამოვიღებთ ამ საერთო ბანერიდან. არ ვიცი, ხა ცისფერი მთები თუ აღარ გავუკვევიათ, აქ არიან თუ იქ არიან, ჩამოყალიბდებიან. ჩვენ როგორც ცისფერ მთებს, აი ესე უნდა ვუყუროთ ამ კომედიას, რომელსაც ჩვენ გვაყურებინებენ უკვე რამდენი ხანია, რაც საერთო ჯამში ჩვენ გვახარებს იმ ხრივ, რომ ხედავთ, რომ ის გარე ძალები, რომელიც აი ამ ხალხს ყველას აორგანიზებს, იმდენად გონიერები არ არიან და იმდენად ვერ თვლიან რაღაც საკითხებს, რომ აი ასეთ მდგომარეობაში ვარდებიან, იმიტომ რასაც ჩვენ უყურებთ ახლა ამ ცირკს, ეს ცირკი
ხო იმაზეც მეტყველებს, მათ უკან მისდგანან იმ ძალებზეც მეტყველებს. ბრიუსელშიო დადის და ამ ხალხს რო აცხადებენ ქართულ ხალხად და მათ ინტერესების წარმომადგენლებად სხვა ევროპულ ქვეყანაშიო დადიან. ამ ხალხს ცირკის მსახიობებს რო აცხადებენ და ქვეყნის წარმომადგენლებად, აი პოლიტიკური ცირკის. ამას ეს ხო იმაზეც მეტყველებს, თუ რა ხალხი ზის ბრიუსელში და რა ხალხი ზის ზოგიერთ დედაქალაქში, რომ ამათზე დებს ფსონს. 2024 წელს არჩევნებში ამათ არ დაუდგნენ გვერდზე? ამათ მიეცით ხმაო, არ ამბობდნენ? რეზოლუციებს ამათი დაკვეთით და ამათა შეთანხმებით არ აკეთებენ? აი ეს არის ქართულ ხალხმა ესეც უნდა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე და ამით კიდე მეორე საკითხსაც ჩვენ წარმოდგენა გვექნება, რომ როდესაც ასეთ უმარტივეს საკითხებში ვერ არის გარკვეული ბრიუსელი და სხვა ძალები, რომლებიც ამათ უკან დგას. წარმოგიდგენიათ ამ ხალხს საერთაშორისო პოლიტიკა უნდა ჩააბარო და გეოპოლიტიკა? ამიტომაც არის არეულობა დღეს სამყაროში, ამიტომაც არის ომი დღეს უკრაინაში, თავის ადგილზე რო ყოფილიყო ევროკავშირი, მოწოდების სიმაღლეზე რო ყოფილიყვნენ დასავლელი სახელმწიფოები, დასავლეთის სახელმწიფოები და პოლიტიკოსები, ეს ომი არ იქნებოდა. ეს არაერთხელ ითქვა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის მხრიდან და სახელმწიფო მდივნის მხრიდან. და აი ამიტომ რომ ასეთ ხალხთან გვაქვს საქმე, ასეთ ხალხს რო აბარია დღეს გლობალური უსაფრთხოება, ამიტომაც გვაქვს ჩვენ არეული სამყარო. ანუ კიდევ ერთხელ ეს რაც ოპოზიციაში ხდება, ეს არის მინი მაგალითი, რაც სამყაროში ხდება ზუსტად იგივე ძალების დამსახურებით, რასაც ჩვენ გლობალური ომის პარტიას, deep states ვეძახით, სახელი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ არსი ერთი არის. ეს არის ხალხი, რომელიც მოდელსაც, მართვის მოდელს ხედავთ ჩვენ რადიკალური ოპოზიციის სახით, აი ესე ცირკად აქციეს პოლიტიკის სივრცე და ზუსტად იგივე საკეთებენ ისინი საერთაშორისო პოლიტიკის პლატფორმაზე და ამიტომ ჩამოიქცა ზუსტად გლობალური უსაფრთხოების სისტემა. საქართველოს ჩინეთის ურთიერთობასთან დაკავშირებით გითხოვთ, გააღრმავდა და გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯების სტრატეგიული თანამშრომლობა. კიდევ რა ბენეფიტებს მიიღებთ საქართველოს, რა ბენეფიტებს მიიღებს საქართველოს, ვიცით რომ ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური მოთამაშე სწორედ ჩინეთი არის. აი რა შეგიძლია გითხრათ ამასთან დაკავშირებით? ჩვენ საგულამ ნახა რომ გუშინ წელების გაცვლით საქართველოს და ჩინეთს შორის ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლა გაცხადდა და მნიშვნელოვანი არის სწორედ კიდევ ერთხელ, როდესაც მსოფლიოს მეორე ეკონომიკა ჩვენთვის გახსნილია თავისუფალი ვაჭრობის სახით, უვიზო მიმოსვლის სახით, ხედავთ რომ პირდაპირ ფრენები ინიშნება სხვადასხვა დანიშნულებიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის, ეს ყველაფერი აღმოებს ეკონომიკურ კავშირებს საქართველოსა და ჩინეთს შორის, ჩინეთის ბაზარი იხსნება ქართული მეწარმეებისთვის, ასე რომ თავისთავად ეს გავლენას ახდენს საბოლოო ჯამში ქვეყნის კეთილდღეობის დაზე და ამ მხრივ იცის ყველამ რომ საქართველოს არის ეკონომიკური ზრდის ტემპებით ჩემპიონი რეგიონში, რაც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს მოსახლეობის კეთილდღეობის დას და უზრუნველყოფს რა თქმა უნდა უსაფრთხოების გამტკიცებაც ისი ბოლო შედეგიც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს. ჯონ უილსონის ინიციატივით წარმომადგენელთა პალატის მიერ მიღებულ აქციაზე გეკითხოთ, რომელიც კავკასიაში ჩინეთის კონტროლის წინააღმდეგ ბრძოლას ეხება და საიდუმლო ანგარიშის მომზადებას ავალდებულებს რუსულ და ჩინურ დაზრევასთან დაკავშირებით. რა არის ამ აქტის მიზანი და ის რომ არის უილსონის ინიციატივით თქვენთვის რაიმეზე მეტყველებს? არაფერზე, ეს არის ჯო უილსონის აკვიატება. ამ ეს აკვიატება ვინმეს თუ გადაედება, ცუდი მისთვის, ვისაც ეს გადაედება, ეს აკვიატება. ასე რომ ამ აკვიატებას ვაკვირდებით რამდენი ხანია უკვე, ერთ-ერთი მიზანი აქვს საინფორმაციო ხმაური შექმნას, თორე უკაცრავად, მაგრამ ამერიკის შეერთებული შტატები ირანის და რუსეთის გავლენებზე ისე დაზვერვას არ აწარმოებს და ინფორმაციებს არ აგროვებს, თუ რა გონიათ, ანუ ჯო უილსონის მოწოდება სჭირდება დონალდ ტრამპს რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებით მსოფლიოს ნებისმიერ წელთინში იზრუნოს საკუთარი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე გავლენების გამოვლენაზე, შესწავლაზე თუ რეაგირებაზე. მე მგონია მართლა საბავშვო ბაღივით იქცევა ზოგიერთი გარე პოლიტიკოსი, რასაც ვაკვირდებით და ამას ეხლა ამ პოლიტიკურ ცირკის მოთამაშეებს თუ ცირკის მონაწილეებს თუ დააჯერებს. ეხლა ვინმე რამე რომ ჯო უილსონის
კანონი და მოწოდება სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებას მის პრეზიდენტს, რომ რუსეთის და ირანის გავლენები შეისწავლოს ნებისმიერ წერტილში ამ პლანეტის. სხვა რამით კი არის დაკავებული ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ტრამპის ადმინისტრაცია. ამიტომ ეს არის აბსოლუტური ბუტაფორია ხმაურის შესაქმნელად. ვიზა ლიბერალიზაციაზე ტექნიკური შეხვედრა უნდა გაიმართოს რამ მიგოდინი გაქვთ და რა ბედიების ზოგადად ვიზა ლიბერალიზაციას ნახება თუ არა მისი შეწყვეტა ქართული ხალხის. რამდენიმე რამ უნდა გამიმეოროთ კიდევ ერთხელ. საქმე ეხება დიპლომატიური პასპორტებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას, ერთი, მეორე. როდესაც შემოღებული იქნა სავიზო რეჟიმი, ეს იყო საერთაშორისო შეთანხმების დარღვევა ევროკავშირის მხრიდან და ევროკავშირი არის საერთაშორისო სამართლის დამრღვევი საქართველოს მიმართ, რაც თავისთავად უდიდესი სირცხვილია, მაგრამ ხედავთ რომ სირცხვლის გზნობა მაინც და მაინც აღარ არსებობს ბრიუსელში. იმ მომენტში, როდესაც მიხვდნენ, რომ ეს იყო საერთაშორისო სამართლის დარღვევა, შემოიღეს დამატებითი წესები სპეციალურად საქართველოსთვის, სადაც მანამდე არსებულ კრიტერიუმებს, რომელიც ტექნიკური ხასიათის არის, დაამატეს პოლიტიკური კრიტერიუმები, რომელიც არასდროს რაც კი არსებობს ევროკავშირი, რაც კი არსებობს მისი ვიზა და რაც კი არსებობს მისი უვიზობა, არასდროს არ არსებობდა ეს და ქართველი ხალხი დაგვაფასეს 4 მილიონი საქართველოში მცხოვრები მოსახლეობა თუ ესე მოქალაქეები მეტი დაგვაფასეს და ევროკავშირი შეიყარა დრო და ხარჯა იმისთვის, რომ სპეციალური წესები შემოეღო და მოერგო თავისი წესები საქართველოს. ეს მეორე დარღვევა, რომ მოარგეს ევროკავშირის წესები ერთ სპეციფიურ სუბიექტს, ამ შემთხვევაში საქართველოს. და მესამე, ამ პოლიტიკური კრიტერიუმით გაიხსნეს თავისი აზრით და ჭკუით თავისუფლება, რომ რასაც უნდა იმას მოგთხოვენ. ახლა დგანან და ფანტაზიას, ასე ვთქვათ, აღარ აქვს საზღვარი, ხან გვეუბნებიან, რომ რუსეთს დაუწესდეთ სანქციები, ანუ თავი მოიკალით, გვეუბნებიან, თუ გინდა თუ ვიზო მიმოსვლა, თუ თავი დავიხოცეთ და დავინგრიეთ, ვიღამ უნდა იაროს უვიზოთ ევროკავშირში. ესეც იქნება აგვიხსნა, ხო? ამისკენ რომ გვიბეძგებენ საკუთარი ქვეყნის დანგრევას, რომ გთხოვენ იმით, რომ გვეუბნებიან, რომ დაუწესოთ, რომ მოვიდეთ შესაბამისობაში სავიზო პოლიტიკასთან ევროკავშირის, ანუ დაუწესოთ რუსეთს სანქციები. ამას ითხოვენ პირდაპირ. ასე რომ გასაგებია, რომ ჩვენ ახლა ერთი რომ ამ ქვეყანას ვერ დავანგრებთ იმის გამო, რომ ბრიუსელს უნდა ვიზა აქციოს დღეს პოლიტიკური იარაღად, რაც კიდე მესამე დარღვევა არის, როდესაც სავიზო პოლიტიკას იყენებ პოლიტიკური იარაღად, იმიტომ რომ სავიზო პოლიტიკა ყველას აქვს, ყველა ქვეყანას აქვს, ასე ვთქვათ, სავიზო სისტემა და მაშინ ახლა ჩვენ უნდა შემოვიღოთ ვიზა რა ვიცი მე პოლონელი ჩინოვნიკებისთვის თუ რა ვქნათ ახლა ესე უნდა ესკალაციაზე წავიდეს ყველაფერი. ამიტომ აი ეს არის უმწიფარი პოლიტიკა ევროკავშირის. ასე ჩვენ ვაკვირდებით. სანამდეც ბრიუსელმა დღეს მიიყვანა ევროკავშირი, აი ამ უმწიფრობით მიიყვანა. ამიტომ არის რომ რუბიო კაიაკალას არც კი ხვდება ასეთ უმწიფარი საგარეო პოლიტიკა რომ აქვს ევროკავშირს, ყურადღებასაც არ აქცევენ შეხვედრის ღირსადაც არ თვლიან ევროკავშირის უმაღლეს საგარეო წარმომადგენელს. ასე რომ ეს უნდა შევაფასოთ ეს ყველაფერი. რაც შეეხება ამ შეხვედრას, ეს ტექნიკური ხასიათის არის ტექნიკური ჯგუფი საქართველოსთან წარმოდგენილი, რომელიც გაივლის ამ საკითხებს. პოლიტიკური რაიმე პრეტენზიები თუ აქვთ, ელაპარაკონ პოლიტიკოსებს ტექნიკურ დონეზე ეს საკითხები ვერ განიხილება და პოლიტიკურ კითხვებზე პოლიტიკური პასუხები გვაქვს. თქვენ საჯაროდ თქვენ და ქართულ ხალხს უთხრან სინამდვილეში რასაც ითხოვენ. თქვენ საჯაროდ რასაც ითხოვენ, ითხოვენ რომ სანქციები დაუწესოთ რუსებს, ითხოვენ რომ ევროკავშირის კლავაც ქონდეს შესაძლებლობა რომ ფარულად აფინანსოს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფები საქართველოში. და ამის სანაცვლოდ გვთავაზობენ მარწყვის. კიდევ ერთხელ, როგორც რეგიონში უკვე დამკვიდრდა გამოთქმა, სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება. უნდა გითხოთ რეგლამენტზე, რომელსაც პარლამენტი დღეს საბოლოოდ დაამტკიცებს, რა ცვლილებები შედის, რატომ გახდა საჭირო და რამდენად ეფექტური გახდა საკანონმდებლო ორგანოს მუშაობა. ზოგადად ეს პროცესია, რომელიც ჩვენ შარშან ახალი რეგლამენტის მიღებით დავიწყეთ, 2 სესიის განმავლობაში ვაკვირდებოდით რა თქმა უნდა რეგლამენტის მოქმედებას და ის საკითხები, რომელიც უფრო მეტად დახვეწას ითხოვდა, გამოვიტანე ეს ახლა პარლამენტის განსარჩელად. არის საკითხები, რომელიც კიდევ უფრო ეფექტიანად გახდის საქართველოს პარლამენტის მუშაობას, ასე რომ ეს მუდმივი პროცესია, რომ დაიხვეწოს პროცედურები საქართველოს პარლამენტში. მე მგონი ყველა აკვირდებით, რომ
საქართველოს პარლამენტი არის უფრო ეფექტიანი, უფრო ღია, გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებული მუშაობით გამორჩეული ინსტიტუცია. რამდენიმე კითხვას დაგისვამთ. პირველად ყოვლისა მინდა გკითხოთ, როგორ ასრულებს საქართველოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. ამ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე საათში სტრასბურგში ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის შეიკრიბება დაიმსჯელებს. ჩვენ ვიცით, რომ ქართული ოცნების პასუხი დაწერილი და დოკუმენტი, რომელიც გაგზავნილი არის, აქ საუბარია იმაზე, რომ ადმინისტრაციული პატიმრობები მაგალითად ჩვენს ქვეყანაში წელსაც უბრალოდ იმ რაოდენობით არის, რაც გასულ წლებში იყო არა და ჩვენ ვიცით, რომ მთელი რიგი კანონდარღვევები დაემატა მიმდინარე და ბოლო წლებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს, როდესაც ადამიანები სხვა დამატებითი მიზეზების გამოც ჯარიმდებიან და ციხეში მიდიან. გითხარით თუ შეიძლება რა მოლოდინი გაქვთ ამ საკითხთან დაკავშირებით, როგორ ასრულებს საქართველოს ევროპის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ვიცით პრობახეთის პოზიციაც ის. ამ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის მინისტრს მოადგილეს ქონდა მოხსენება იცით პარლამენტში რამდენიმე დღის წინ და ყველამ ნახა რომ საქართველოს ამ მხრივ არის სანიმუშო შედარება შეგიძლიათ ნებისმიერი სახის მოიყვანოთ და ყველა შედარებაში საქართველოს კარგ შედეგებს აჩვენებს შეადარებთ წინა ხელისუფლებას ნახავთ რომ დრამატულად შემცირებულია რაოდენობა საჩივრებისა რომელიც იგზავნება სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. რაზე მეტყველებს ეს? წინა ხელისუფლება ვისი საყვარელი ხელისუფლება იყო? ბრიუსელის საყვარელი ხელისუფლება. იმ დროს იყო ყველაზე მეტი საჩივარი და ყველაზე მეტი მარცხი საქართველოს ამ საჩივრების დროს. მას შემდეგ ხედავთ რომ ერთი რომ შემცირებულია საჩივრები და მეორე რომელი საქმეც ყველა საქმე რომელიც იყო ეგრეთ წოდებული გახმაურებული პოლიტიკურად მნიშვნელოვანი საქმე ყველგან დამარცხდნენ საქართველოს წინააღმდეგ. მათ შორის დამარცხდა ბრიუსელი, რომელიც დეზინფორმაციას ავრცელებდა საქართველოსთან დაკავშირებით, რომ თითქოს რუსთაველის საქმეზე მელია, სააკაშვილი, გვარამია, ახალაია, უკვე ჩამოთვლაც იმდენი არის, რომ ჩამოთვლაც გვიჭირს. აქ ქართული მართლმსაჯულება იყო მართალი და მტყუანი იყო ყველა უცხოელი ელჩი და პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს აბრალებდა დარღვევებს. ასე რომ საქართველოს ამ მხრივ გამოირჩევა როგორც რეგიონში, ისევე სხვა ქვეყნებთან მიმართებაში. ხელისუფლებას რო შეედაროთ ბატონო შალვა და თქვენი ხელისუფლებაში ყოფნის დროის სხვა ქვეყნებს შევედაროთ თუ გინდათ. მე გეკითხებით, ჩვენს ქვეყანაზე გესაუბრებით და თქვენი ხელისუფლების ყოფნის პერიოდზე გესაუბრებით. ბოლო წლებში გაზრდილი არის რაოდენობა პატიმრობების, ვიცით პატიმრების რაოდენობას და ვიცით ადმინისტრაციულით რამდენი ადამიანი ჯარიმდება პირბადის ტარების გამო, ქუჩის გადაკეტვის გამო. თქვენც ხომ ვიცით ამ პარლამენტში მიიღეთ ის ცვლილებები ადმინისტრაციული კოდექსი, რა ვიცი, ყოველ თვეში შეიძლება თქვენ ერთ უგეთ მოდით, შედარებით 14 წლის წინანდელ ხელისუფლებას დღეს არსებულ ვითარებაზე ვისაუბროთ. რა არგუმენტი გაქვთ, როცა მართლა ადმინისტრაციულით უფრო მეტი ადამიანია დაკავებული დღეს, ვიდრე 1 წლის წინ, ან 2 წლის წინ. არის თქვენ რომელ სტატისტიკას გულისხმობთ, რომელ ნაწილის პრობლემაზე სოფიო ხორგვანი საუბრობდა იმ კომიტეტში. რომელ სტატისტიკას გულისხმობთ? უყურეთ, რომელ სტატისტიკას გულისხმობთ? რაც შეეხება პატიმრობის რაოდენობა, არ ვიცი, ადმინისტრაციული იქნება თუ სისხლის სამართლების პატიმრობის რაოდენობა, ბოლო პერიოდში სისხლის სამართლის პატიმრობის რაოდენობა გაზრდილია და იცით რატომაც არის გაზრდილი, იმიტომ რომ მიდის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლა და მართლაც აი გასაოცარია, ხო, ამას ხო ყველას მთელი საზოგადოება ერთად ვაკვირდებით. თუ არ ვწდები, ალბათ უკვე 2000-ზე მეტი ადამიანი არის ნარკოტიკების ვაჭრობაში ჩართულობის გამო და არ იკლებს, ხო, ხედავთ რომ პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, არა, უყურეთ, ამას უყურეთ, მათ შორის სისხლის სამართლის დევნას ხო პრევენციული დანიშნულება აქვს, რომ როცა ადამიანები ხედავენ, რომ სახელმწიფოს აქვს კაცრი პოლიტიკა, ხდება დაკავებები, არ ერიდება მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს გვაწუხებს, რომ რაოდენობა ციხეში ყოფი ადამიანების არის გაზრდილი, მაგრამ არ ვერიდებით, იმიტომ რომ საპირწონეთ ამისა დგას საზოგადოებრივი უსაფრთხოება. და ამის და მიუხედავად კიდე ადამიანები დანაშაულზე მიდიან, ეს უკვე არ ვიცი ხარ რის ფასად მიდიან, რატო უღირთ ეს ცოტა გაუგებარი არის ამ მხრივ. და რაც შეეხება ადმინისტრაციულ მიმართულებას, თქვენ თუ გულისხმობთ პოლიტიკურად მოტივირებულ დანაშაულებს, აქ პრობლემა პოლიტიკურ мотиваციაშია, რომელიც აქვს ადამიანებს დანაშაულის თუ რა ვიცი ადმინისტრაციული გადაცნობის ჩადენისას და ამას თავისი მიზეზები აქვს, ვინაიდან ეს პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები და გადაცნობები არის წახალისებული, დაფინანსებული და მხარდაჭერილი გარედან. მანამ სანამ ეს დაფინანსება და წახალისება გარედან არსებობს,
ეს პოლიტიკური დანაშაულები, პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები თუ გადაცნობებიც მოხდება. ამიტომ აქ მთავარი გამოწვევა არის, რომ ბრიუსელი და სხვა დედაქალაქები, რომლებიც დღეს საქართველოში აქეზებენ პოლიტიკურად მოტივირებულ დარღვევებს, შეწყვიტონ საქართველოს სამართლებრივი სისტემის მართლმსაჯულის წინააღმდეგ მოქმედება და წახალისება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულებისა. აგერ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ხედავთ ახლა რომ პროცესები მიდის, მათ შორის საპროცესო შეთანხმებები არის, 4 ოქტომბერზე ადამიანების მიესაჯათ უკვე ორგანიზატორებს და რა იყო 4 ოქტომბერი? ეს იყო ბრიუსელიდან მხარდაჭერილი შეკრება წინასწარ გაცხადებული მიზნით, რომ ძალადობრივი დამხობა მომხდარიყო ხელისუფლების. ასე რომ არ იქნება ბრიუსელის მხარდაჭერა პოლიტიკური მოტივირებული დანაშაულების მიმართ, არც იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები. არ იქნება პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულები, დავუშვი, არ იქნება სასჯელები. ბატონო შალვა, იცით კიდევ ერთი კითხვა მინდა რომ დაგისვათ ერთ-ერთ კანონთან დაკავშირებით, ბოლოს გრანდების შესახებ კანონში რეცვლებები შევიდა, ბიზნესმენები აპროტესტებენ და ამბობენ, რომ არ შეიძლება რომ ბიზნესმენს აეკრძალოს პოლიტიკური აქტივობა ან პოლიტიკურ საკითხზე განცხადების გაკეთება. კომენტარი საწერა და ასე შემდეგ. ესეც კი აკრძალული არის იმ გრანდების შესახებ კანონის სახეცვლილ ვერსიაში. ამიტომაც დღეს ბიზნეს ასოციაცია, თავისუფალი ბიზნესის ასოციაცია საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანს საარჩევს და ამით არაკონსტიტუციურობას მოითხოვს კანონის იმ ჩანაწერისას, სადაც ბიზნესმენს ეკრძალება პოლიტიკური შეხედულების დაფიქსირების უფლება. ძალიან კარგი მათი უფლებაა მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლო განჯის. პარლამენტს მუდმივად აქვს საქმეები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს, სხვა კანონებზე, ზოგჯერ ვიგებთ, ზოგჯერ ვაგებთ, ეს ნაწილი არის პროცესისა. ჩვენ რა თქმა უნდა კანონებს ვიღებთ იმ განცდით და გააზრებით, რომ ეს არის კონსტიტუციასთან შესაბამისი, მაგრამ როგორც ყველა ქვეყანაში საკონსტიტუციო სასამართლოა საბოლოო ჯამში ამას ადგენს. ასე რომ საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს და ძალიან კარგი თუ მიმართეს, მაშინ კეთილი ინებონ, კანონს დაემორჩილონ და იმის დამიხევთ, რასაც ზოგადად მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ყველა ერთად შევხედავთ და აქედან დასკვნებს გამოვიდეთ. რაც შეეხება თავად ამ ნორმას. პირველი, არავინ არ უზღუდავს ბიზნესმენს პოლიტიკურ, რა ვიცი, განცხადებას თუ აზრის გამოთქვას. ეს არ ეხება ინდივიდებს. ეს ეხება საწარმოებს, ასე ვთქვათ, იურიდიულ პირებს. და ეს მნიშვნელოვანი არის სწორედ, როდესაც დღეს ცდილობენ გარე დაფინანსებით და წაქეზებით საქართველოში შუღლის დანერგვას, გახლეჩვას საზოგადოების ფაშისტური იდეოლოგიის შემოტანას საქართველოში. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესი გულისხმობ იურიდიულ პირებს, იქნება ეს, რა ვიცი, რესტორანი, კაფე, ბარი, საწარმო, მაღაზია, ის იქნება და ასე შემდეგ, რომ ის როგორც იურიდიული პირი, ის როგორც საწარმო, მან როგორც საწარმო მომხმარებლების მიმართ იყოს მქონდეს თანაბარი მოპყრობა, თანაბარი განწყობა, არ შეუქმნას მტრული გარემო მისი პოლიტიკური განწყობის გამო მოქალაქეებს. თქვენ რატო გქონდეთ რა არის და საზოგადოებაში არის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება. და ვიცით, ბოლო არჩევნებს თუ შევხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა 1,100,000 ადამიანი გამოცხადდა არჩევნებზე და მისცეს ქართულ ოცნებას ხმა. უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებისა ქართული ოცნების მხარდამჭერია, მაგრამ არსებობს უმცირესობა, რომელსაც აქვს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება. როდესაც სხვადასხვა საწარმოში, ამ შემთხვევაში ფიტნესის რაღაცურს არის, ხო, მართ. რა ვიცი, ფიტნესი იქნება, რესტორანი იქნება, კაფე, ბარი, მაღაზია, რა ვიცი, ქარხანა თუ ასე შემდეგ. იმ საწარმოს აქვს გამოკვეთილი სპეციფიური, რა ვიცი, პოლიტიკური დღის წესრიგი. იქ რა თქმა უნდა, მტრული გარემო იქნება მათთვის, ვინც ამ დღის წესრიგს არ ეთანხმება. ხომ, აბა რა არის მაშინ პატივისცემა განსხვავებული აზრისა, როდესაც თავს ახვევ და შენ სივრცეს, შენს ასე ვთქვათ, მათ შორის პოლიტიკურ დამოკიდებულებას აცხადებ. ეხლა რომელიმე ორგანიზაციამ თქვას, რომ გირჩის მხარდამჭერებს, არ ვიცი, არ შეუშვებს სადმე, ან არ მოემსახურება, ან ასე შემდეგ, ხო დისკრიმინაცია არის. ეს მათ შორის კანონით გათვალისწინებული დისკრიმინაცია არის. ასე რომ მტრული ეგეთი დამოკიდებულებების არსებობა. მე ისი რამეთეს იცი რომ ამ ხალხს რა პრობლემა აქვს ეს ვერ გავიგე. აი რა პრობლემა აქვს ვისაც განაცხადოს ამ ადამიანებს ბიზნესმენი, რატომ არ უნდა მქონდეს ამის უჭერა? გააქვთ ამის უფლება. ნებისმიერ ბიზნესმენს შეუძლია. საქმე იმაში არის, რომ თვითონ ის ბიზნესი, როგორც ასეთი, ეს არის თუ არა იმ ბიზნესის პოზიცია, ასე ვთქვათ.
იმ საწარმოს პოზიცია. ეს ახლა მათი საკითხი არის, რომ სადღაც იმიჯნება, სადღაც არ იმიჯნება ვიღაც ბიზნესმენი საკუთარი ბიზნესის სახე არის და მართალი ხარ ვერ გაიმიჯნება. ვიღაცა ბიზნეს და ბიზნესმენი არც კი შეიძლება იცოდეთ, რომ რომელი ბიზნესმენი, რომელი ბიზნესის მეპატრონი ამ შემთხვევაში. ვერ იმიჯნება, მაგრამ გავაკეთოს თავ პოლიტიკური განცხადება, რატომ არის ეს პრობლემა? არავის ამხრივ არ ეზღუდება ასე. კიდევ ერთხელ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართეს, ეს არის სწორი გზა, დაემორჩილონ კანონს მანამდე და ყელყელაობენ, რომ კანონს არ დავემორჩილებიოთ, თან საკონსტიტუციოს მიმართავენ, ეს სადაური მიდგომა საერთოდ ვერ ხვდები. რაღაც მიმართავენ მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს, თუკი კანონს როგორც ასეცაც არ აღიარებენ, არიან ანარქისტები, ამ შემთხვევაში გირჩის აქტივისტია, თუ არ ვწდებით ახლა, როცა ანარქისტია ადამიანი, იმას გასაგებია, რომ არც ერთი კანონი არ მოსწონს და გონია, რომ უბნის ჯარები უნდა ჩამოყალიბდეს და იმის რა ქვია რეგიონის პოლიცია, არჩევა. ორი კითხვა დამრჩა ირაკლი ყობახიძის გუშინდელთან დაკავშირებით მინდა რომ გითხოთ ის საუბრობდა ბიძინა ამით მე ერთი კითხვა მოკლე ის საუბრობდა ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით და დარჩა განცდა რომ ირაკლი ყობახიძე ამ ბრიფინგით ყველაფერზე აბსოლუტურად რა ქვეყანაში რა გადაწყვეტილებაც მიღებულა და რის შესახებაში გავიგია ყველაფერზე პასუხისმგებლობა დააკისრა ბიძინა ივანიშვილს იმიტომ რომ ყობახიძე თქვა რომ მნიშვნელოვან საკითხებზე ბიძინა ივანიშვილთან ერთად საუბრობთ და შემდეგ კი ისმენს განსხვავებულაც, მაგრამ ბოლო სიტყვას ყოველთვის ივანიშვილი ამბობსო და საბოლოოდ მაინც მისი აზრი იმარჯვებსო. არის თუ არა ეს ყობახიძის მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის ყველაფერზე პასუხისმგებლობის გადაბრალება და წასასვლელად ხომ არ ემზადება ირაკლი ყობახიძე. რაში დაჭირდა მას ბიძინა ივანიშვილის ქებისთვის სპეციალური ბრიფინგის მოწყობა? წასასვლელად ხომ არ ემზადება და პასუხისმგებლობა ხომ არ გადააკისრა ივანიშვილს ამ ორ საკითხს? ნუ გასაგები იყო ამ ბრიფინგის არსიც და შინაარსიც, რომ ის ცრუ კონსპირაციები, რომლის შექმნასაც ცდილობენ საქართველოს თუ მის ფარგლებს გარეთ, იქნეს მხილებული. ისე წარმოაჩენენ თითქოს ბიძინა ივანიშვილი ერევა იმაში, რაშიც არ უნდა ერეოდეს და კიდევ ერთხელ მათ შორის ირაკლი ყობახიძემაც განაცხადა. ბიძინა ივანიშვილი გახლავთ მართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე. ამ კონფიგურაციით თუ ვინ არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, ვინ არის პარტიის თავმჯდომარე, ვინ რა პოზიციაზე უნდა ყოფილიყო, ამ კონფიგურაციით გავედით არჩევნებში. საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კარგად იცის როგორი არის პოლიტიკური კონფიგურაცია ქართულ ოცნებაში და სწორედ ამის გააზრებით დაუჭინა მხარი ქართულ ოცნებას. და ბიძინა ივანიშვილის ფაქტორს არჩევნებში და მოსახლეობის მხარდაჭერაში 2012 წლიდან მოყოლებული რომ აქვს გადამწყვეტი როლი, ამასაც მე მგონი არავინ არ დაობს. ანუ შესაბამისად უყურეთ მოცემულობა რა არის? მოცემულობა რა არის? არის მოსახლეობის მანდატი, რომელიც მიცემული აქვს მათ შორის ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ იმ სისტემაში, რომელიცაც ჩვენ გამოვიდით არჩევნებში, რომ ამ სისტემით იმართება ქვეყანა და ეს არის პოლიტიკური, ასე ვთქვათ, ლანდშაფტი, რომელიც გვაქვს, ეს მანდატი 1,100,000-მა ამორჩეველმა, მათ შორის ბიძინა ივანიშვილსაც მისცა. ერთი, მეორე, ამიტომ ეს ერთი კონსპირაცია დაირღვა, თითქოს ეს არის არადემოკრატიული მანდატის გარეშე, ეს ერთი დემოკრატიული მანდატია. მეორე კონსპირაცია თითქოს ეს არის არაფორმალური. ფორმალურია, ვინაიდან გახლავთ პარტიის საპატიო თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება გუნდში, რომლის ნაწილიც არის საპარლამენტო უმრავლესობას და მთავრობა, ეს არის ერთი პოლიტიკური გუნდი, მათ შორის პარტიის პოლიტსაბჭოში წარმოდგენილი არიან როგორც მთავრობის წევრები, ისე პარლამენტის წევრები და რომელსაც თავმჯდომარეობს ირაკლი ყობახიძე, ხოლო საპატიო თავმჯდომარე გახლავთ ბიძინა ივანიშვილი და იქ მიიღება გადაწყვეტილება ხო ფოტოების გინახავთ და იცით რომ აქვია შეხვედრები არის თქვენი აზრით აბა ეს აქვია უყურეთ თქვენი აზრით პარტიის პოლიტიკური საბჭო აბა რატო იკრიბება ხოლმე ინფორმაციას რო იგებთ რომ შეიკრიბა პოლიტიკური საბჭო ფოტოებს რო ხედავთ და ვიდეოს ხედავთ და მსჯელობთ აბა რა გონია თქვენ ამინძე ხო არ მსჯელობთ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებზე რა როგორ გადაწყვეტს რა როგორ ჯობია ასე არის თავი რა არის აი ეს ამიტომ ეს კონსპირაციაც დაიმსხვრა და მესამე ის რომ კიდევ ერთხელ შევაჯამო ასე რომ ნებისმიერი კონსპირაცია თითქოს ბიძინა ივანიშვილი არ უნდა მონაწილეობდეს მაგრამ რაღაცნაირად თითქოს ჩუმად მონაწილეობს ყველაფერი საჯაროა საარჩევნო კამპანიის
მონაწილე იყო და ლიდერი იყო საარჩევნო კამპანიის. როდესაც ჩვენ 2020 წელს საარჩევნო კამპანია გვქონდა საპარლამენტო არჩევნების. რატო იყო იქ ჩართული მაშინ? რატო გამოდიოდა სიტყვით? რატო იყო ამის მონაწილე? რომ მათ შორის ის მანდატი ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილსაც და უპირველეს ყოვლისა ბიძინა ივანიშვილს. ასე რომ ეს აქ ზედმეტი კონსპირაციების მოფიქრებას აზრი არ აქვს, უბრალოდ რაღაცნაირად ასე წარმოსახავენ თითქოს რაღაცა სასწაულთან კონდეს საქმე, არის ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება, სადაც პარტიული პოლიტიკა, რა თქმა უნდა, წამყვანი არის, ეს არის თანამედროვე დემოკრატია, რომ პარტიები და პარტიულად ორგანიზებული ჯგუფები არიან, ვინც შემდეგ ქვეყნის მართვაზე იღებენ პასუხისმგებლობას და აქ არამხოლოდ თანამდებობრივ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა, არამედ პარტიულ იერარქიებს და პოზიციებს აქვს მნიშვნელობა. გადახედეთ ნებისმიერ ქვეყანას ევროპაში.